გამარჯობა შვილო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქორწინების მოახლოებას. მე და დედა გისურვებთ ბედნიერებას ცხოვრებაში. მადლობა, მამა, მაგრამ რაღაც დელიკატურ საქმეზე მოვედი შენთან და შენი დახმარება მჭირდება. რა თქმა უნდა შვილო, მამა ყოველთვის დაეხმარება თავის ხულიგანს. აბა რა პრობლემაა? არ გიდგება? არა, მამა, რეებს მეუბნები, ჩემი გოძინა წესრიგშია, უბრალოდ მინდოდა მეკითხა პირველ ღამეზე, რადგან მე და ჩემს გოგოს ჯერ არ გვიქნია. ნუ დარდობ, წისფერაძეების ოჯახში ყველას აწუხებდა ეს. ახლა გეტყვი რაც უნდა გააკეთო. მაგარია, დიდი მადლობა. დახურე პირი და მომისმინე. კარგი. დასაწყისისთვის ძლიერად გააძრე დასაცმელი და დააგდე ცოლის დაწოლზე, რათა იცოდეს რომ წისფერაძეები ძლიერები არიან. აჰა. შემდეგ მამაკაცურად გაიძრე დასაცმელი და მიქელანჯელოს დავითის პოზაში დადექი, რათა წუკნა მიცოდეს რომ წისფერაძეები ლამაზები არიან. ასწორებს და მერე? და როდესაც ის აღიგზნება, აჰა. ბრუტალურად დაანძრიე, წისფერაძეები არ არიან არავისზე დამოკიდებულები.